შვიდი მომოკვდინებელი ცოდვა. ისინი ყოველ ჩვენგანშია. ბევრი აზრით, ისინი დიდ გავლენას ახდენენ ადამიანის სულზე. ეს შვიდი ცოდვა მომოკვდინებელია. მათ ადამიანის სულიერ ცხოვრებაზე დამანგრეველი ზეგავლენა აქვთ. სიძვა, შური, ნაყროვანება, სიზარმაცე, სიხარბე, მრისხანება და ამპარტავნება. ქრისტიანული თეოლოგიის თანახმად ამ ცოდვების ჩადენა ადამიანს ისევე იოლად შეუძლია, როგორც მათზე ფიქრი. ბიბლია ამბობს, რომ ამ ცოდვების საფასური სიკვდილია. ამ ცოდვათაგან თითოეულს თავისი ისტორია აქვს, რომელიც ხსნის თუ როგორ გადაიქცა ეს ადამიანური სისუსტეები მომაკვდინებელ ცოდვებად. შვიდი მომაკვდინებელი ცოდვა დიდ გავლენას ახდენს კაცობრიობის ისტორიაზე, საზოგადოებაზე და ჩვენს სულებზე. უფლის ნეობრივ კანონს ისე ვერ დაარღვევთ ვინმე მისთვის საშინელი საფასური რომ არ გადაიხადოს. ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი მომაკვდინებელ ცოდვათაგან არის სიძვა. შვიდი მომაკვდინებელი ცოდვის შესახებ ბიბლიაში არაფერია ნათქვამი. მას საიდან გაჩნდა ეს სია? შვიდი მომაკვდინებელი ცოდვა ბიბლიაში ნახსენები არ არის. იქ ეს ჩამონათვალი არსად არ გვხვდება. ისინი ეკლესიამ ერთ-ერთ ადრეულ ეტაპზე ეთიკური ინტერესებიდან გამომდინარე შეიმუშავა. ჩვენი წელთაღრიცხვით 375 წელს ერთ-ერთი ქრისტიანი ბერი კონსტანტინოპოლის ცუდუნებებს ეგვიპტის უდაბნოში ქრისტიანულ მონასტერში დაემალა. მას ევაგრიუს პონტიკუსი ერქვა. განმარტოებით ცხოვრება მის საკუთარ არსებაში ღრმად ჩაახედა და საკუთარ ფიქრებსა და გრძნობებზე დააფიქრა. ევაგრიუსი ადამიანის სულის ყველაზე მძიმე ცდუნებათა კატალოგიზაციას შეუდგა. მან ბრძოლა გამოუცხადა ამპარტავნებას, გაუმაწყრობას, სიძვასა და სხვა ცდუნებებს. ევაგრიუსმა თავისი ვრცელი ჩამონათვალი რამდენიმე ყველაზე მძიმე და სახიფათო ცდუნებამდე დაიყვანა. სია 8 ცდუნებელი აზრისგან შედგებოდა: სიძვა, ანგარება, მრისხანება, ამპარტავნება, ტრაბახი, ნაყროვანება, სასოწარკვეთილება და უსაქმურობა. გარკვეული თვალსაზრისით, ეს მომაკვდინებელი ცოდვები შეგვიძლია შევადაროთ მარიხუანას, რომელიც გავრცელებული ნარკოტიკია. როგორც კი მას შეეხები, ის შენს აზროვნებას დაეუფლება და დაუცველ მდგომარეობაში აღმოჩნდები. ნოში მყოფიც კი ყველაზე მეტად ებრძოდა. ეს იყო სიძვა. მიუხედავად იმისა, რომ ბერები იშვიათად ხედავდნენ ქალებს, ლტოლვის ცდუნებას ძნელად უმკლავდებოდნენ. როცა ამგვარი აზრები მოეძალებოდათ, ბერები თითებს ნავთქურების ალს მიუშვერდნენ ხოლმე. ეს იძულებულს ხდიდა ყურადღებას საკუთარ სხეულში მიმდინარე პროცესებიდან ამ ტკივილზე გადაეტანათ. მრუშობა. ღვთისმოსავი წინაპრები მას ხორციელი სიამეებისკენ გადაჭარბებულ ლტოლვად აფასებდნენ. ბიბლია ამ ხორციელ ნებას უკანონო კავშირებს, მრუშობას, სიძვას, ცოლქმრულ ღალატს უწოდებს. სექსუალური ლტოლვა იმდენად მძლავრია, რომ სხვა ყველაფერს თრგუნავს და ანადგურებს. თუმცა ძველი კულტურები მას არათუ გიცხავდნენ, ხოტბასაც კი ასხამდნენ. სექსუალობის სრულიად განსხვავებული კონცეფცია წარმოიშვა ცენტრალურ აღმოსავლეთში. იუდაისტურ, ქრისტიანულ და ისლამურ მემკვიდრეობაში სექსუალობისადმი ამგვარი მიდგომა არ გვხვდება. ამ ტრადიციაში დედამიწა ქალღმერთი არ არის. ის არ არის სულიერი, ღმერთი კი ერთია და ის ზეცაშია. ამიტომაც არ გვხვდება ამ ჯგუფის რელიგიებში სექსუალურობისადმი ისეთივე დამოკიდებულება, როგორიც სხვა ტრადიციებშია.
ძველი აღთქმა აკრძალვების საკუთარ ჩამონათვალს შეიცავს. ეს არ არის 7 მომაკვდინებელი ცოდვა. ეს არის 10 მცნება. 10 მცნება ცოდვების საწინააღმდეგო ზნეობრივი მითითებებია. ორი მცნება სიძვას შეეხება. არა იმრუშო და არა გული გითქმოდეს ცოლისათვის მოყვასისა შენისა. ძველი აღთქმა ანუ ებრაული ბიბლია კიცხავს სიძვას, მაგრამ არა სექსუალობას. თუმცა სექსუალური ლტოლვის უზარმაზარ ძალას აღიარებს. იუდაიზმი აღიარებს, რომ სექსუალური ლტოლვა ძნელად დასამორჩილებელი სურვილია. ადამიანს ყოველთვის რაღაც სურს, ის რაც არ აქვს. ან ვიღაც სურს, ვის მიმართაც ლტოლვას განიცდის. არაერთი ბიბლიური იგავი მოგვითხრობს აულაგმავივნების საფასურის შესახებ. ქრისტიანობამ ეს იუდაისტური ტრადიცია შეისისხლხორცა და განავითარა. ქრისტე ამბობს, რომ არა იმრუშოს ადამიანი მაშინაც დაარღვევს, თუ ქალს მისი ნდომის სურვილით შეხედავს. იესო ხშირად ამბობს, რომ ადამიანს მოქმედების გარეშე თავის გონებაში შეუძლია შესწოდოს. იესო გვეუბნება, რომ ცოდვის საფასური ჯოჯოხეთია, სამარადისო სასჯელი. სახარება ამბობს, ვერც ერთმა მეძავმა, ან უწმინდურმა, ან ანგარმა, რომელიც არ სკერბთ მსახურება, ვერც მემთვრალემ, ვერც მაგინებელმა და ვერც მტაცებელმა, სასუფეველი ღვთისა ვერ დაიმკვიდროს. ჩვენი წელთაღრიცხვით მე-4 საუკუნეში ევაგრიუს პონტიკუსმა 8 წრუნების ჩამონათვალი შექმნა. თუმცა იმ დროს ეს სია ფართოდ არ გავრცელებულა. ევაგრიუსი უდაბნოში განმარტოებით ცხოვრობდა და მისი ნამუშევარი მხოლოდ საეკლესიო პირთათვის იყო განკუთვნილი. 7 მომაკვდინებელი ცოდვა ფართო მნიშვნელობის მოვლენად მხოლოდ 200 წლის შემდეგ იქცა. რომის იმპერია დაინგრა და მასთან ერთად გაქრა მგრძნობელობაზე დაფუძნებული აღვირახსნილი მრუშობის და უფარავის სურვილი. მის ადგილს ნელ-ნელა იკავებდა ეკლესიის სულ უფრო მზარდი გავლენა. რეფორმატორმა პაპმა გრიგოლ დიდმა ევაგრიუსის 8 მაცდუნებელი აზრი 7 მომაკვდინებელ ცოდვად გადააკეთა. პაპმა სიიდან სასოწარკვეთილება და პატივმოყვარეობა ამოიღო და მას შური დაუმატა. ასე მივიღეთ 7 მომაკვდინებელი ცოდვის ჩამონათვალი, რომლის გავრცელებასაც თავად გრიგოლ დიდმა შეუწყო ხელი. იმავე ენერგიამ, რომელიც კარგ საქციელს შეგვადენინებს, ოდნავ სახეცვლილმა შეიძლება ცოდვაც შეგვადენინოს. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ეს ჭიდილი ყოველ ადამიანში მუდმივად მიმდინარეობს. ადამიანის ცხოვრების ხარისხი და მისი სულის სიწმინდე მის ყოველდღიურ გადაწყვეტილებებზეა დამოკიდებული. ქრისტიანობაში ცოდვა. ეს შეხედულება ვერ შეიცვლება ამა თუ იმ დროების სტანდარტების მიხედვით. ეს მარადიული ღირებულებებია.